საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. დღეს არაჩვეულებრივი დღეა და იგი იმით არის აღსანიშნავი და ფაქტიურად მთელი სოფლიო აღნიშნავს, განსაკუთრებით კი ინგლისი, თავისთავად ახალი ფორმაციების შემდეგ საქართველოს უერთდება. დღეს ინგლისის დედოფლის დაბადების დღეა და ვისაც ეს თარიღი რაღაცნაირად გაღელვებ, მე აუცილებლად გილოცავ. აი ზუსტად საგანგებოდ მე მოვიწვიე დღევანდელ პროგრამაში ჯგუფი ალკატრას ლას პალმას. აი ესეთი ალკატრას ლას პალმას 18. ნახევარი. ბას-გიტარა მესერშმიტ, დათო ჯაფარიძეს ძალიან კარგად იცნობთ, ხოლო აქ ისეთ გერერო ყავს დღევანდელი პროგრამის სინიორ რობინზონ. დიახ, დღეს შესრულდება, როგორც ხვდებით. თავისთავად როკ-ენ-როლის დღეა, იმიტომ რომ დღეს ისეთი წვიმიანი ამინდია, რაც ასე ვთქვათ, Rainy day. Rainy day. Молодец. საღამოშიდობისა. გაიცანთ. საღამოშიდობისა. დედოფალს გაუვარ. ჯოს. გავგარი. ჩამოასეთ ერთი ჭიქა რა. ჩამოასეთ. ნუ ეს სადღეგრძელოები. მე თავიდან საუბარი თავისთავად მუსიკა სადიპოვეთ ესეთი არაჩვეულებრივი ხალხი მესერშმიტი ჯაფარი. მისტერ Herr Messerschmidt? Ja. Jafar Oghli. Jafar Oghli. დღეს მე სინიორ რობინზონ კლიჩკა. სინამდვილეში მე ვთქვი ადოლფ რიკენბეკერ. აი, თქვენ ახართ თქვენი დადის მთელი ამბები, ხო? საინტერესოა. სხვადასხვა მე ამასინა წავიკითხე თქვენი ასტრონომიული ნამუშევრები. ძალიან ისეთი საინტერესო თემა. ეს პერიგეის და აპოგეის და პერიგეილის პარსეკების რომელიც იყო ნაჯვარი საერთოდ კვეთაზე დიასკვეთის სიტუაციებია ამპლიტუდაში გახსნა. თანავარსკვლავეთი ბეტა პლუს ალფა მინუს ზეტა. მინუს ზეტა უნდა იყოს, მაგრამ ეგრეა. ეს მე მოვიგო. აი თორმე რაიმე სამეცნიერო, ასე ვთქვათ, ამ ნაშრომში რაიმე ისე ჯილდო ხო არ მიიღეთ? ლენინის ორდენი. ლენინის ორდენი. აბა არ იცოდით? უ ისახში დამჭა. მაგის დატოვე როგორ შეიძლება. ჯაფარული. მე არ ვიცოდი თუ ლენინს. არა, მე მგონი ეს ლენინი. თუ დამიცდით 15 წუთში დავალოთ. გადაიღებ და მე. მე. ხო. რესტორანში, მე რესტორანში გაჩვენ. მე რესტორანში. ხო, სხვადასხვა ჩვენ ვისაუბრებთ იქ მთელი არსენალი გვაქვს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. ეს მე. თავიდან მაინც ჯობია რაღაც მუსიკაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მუსიკამ ამ შემთხვევაში გაგაერთიანა. სხვადასხვა ამ არსენალსაც არ აუშავს ესე რამე რო იყოს რა. ხო რა. ჩვეულებრივი ნორმალური არსენალი გვაქვს. აჰა. კი. ეს არის თქვენი ძირითადი იარაღი, რომლითაც რა თქმა უნდა ეს და ნუ ისიც რა თქმა უნდა ხანდახან, მაგრამ ეს ამ გიტარას აქვს ძალიან დიდი ისტორია. ხო. ეს არის ჯორჯ ხარისონის დაჩუქარი. მართლა. მაგრამ რო დაუკრა Let It Be. მე რო დაუკარი სულო, მაგან თქვა, აი ეს გიტარა მე რო კიდე დაუკრა და მაჩუკა ეს გიტარა. ამ გიტარას ქვია Telecaster Anniversary Rosewood Special. Special. ბატონო რიგენბეკერ შეიძლება ამაზე მოყვეთ ისტორია, ეს ვისი ნაჩუქარია? პოლ მაკარტნი რაღაცა პოლ მაკარტნი მაჩუკა, მაგრამ მე ჩვენ გადავგებთ ეს გიტარა, იმიტომ რომ მაკარტნის მაგას დაქონე იყო და სტაფილოსფერი მარკოვკის ფერი რაღაც. ხო, ვერა. აჯაფსატალი გამოდიოდა რა. ჩვენ ვართ სერიოზული ბიჭები. Herr Messerschmidt, Adolf Rickenbacker, ჯაფარ ოღლი და ეხლა სტაფილოსფერი ვიღაც ყველას ნაჩუქარი გიტა ხო. გადავულებთ რა თითქოს. მაშინ წითელი იყო მოდაში. წაუზეთ ესე იგი შკურკა, მე გადავუგებთ. ეხლა ისევ წითელია მოდაში. ისევ წითელია მოდაში. წითელია მოდაში. ხო. ეს სხვადასხვა წითელი ფერია და ესეთი გემრიელი ლამაზი ფერია. აი რა თქმა უნდა ისე როგორ ჟღერს საინტერესო. ისე რა კაი ხინკალი. არა უშავს რა. ხინკალი, მაგარი ხინკალი. შემწარი უკეთესე იყო. ხო. კი, ბოდიში. არა, ჩვენ როგორ ჟღერს გაინტერესებს ისეთი აქტუალური. კი ბატონო, ახლა შეგვიძლია ორი პატარა ესეთ კნოპკას დავაწვევით. 1, 2 და აი ეს ჟღერს. კარგია. აბა თქვენ Herr Adolf von Schickelgrund. Adolfია. არაჩვეულებრივია.
ჯაფაროგლი. ეხლა რა თქმა უნდა, თქვენ აღმოსავლეთიდან ბრძანდებით რა თავისთავად. ყველაფერი გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. სერიოზულად. ფუნდამენტალურად. ფუნდამენტალურად. არ გქონდა. ხო, არის. ძალიან კარგი. ესე იგი ადოლფ. კარგია. ადოლფის ეს არ არის ადოლფის. ხო, ესე. მაინც ეს სად არის ჩემი მაუზერი? აბა მაუზერი. ვინა? სხვათაშორის. მაუზერი? არა, რა მაუზერი? სხვათაშორის ეს არის რა არის? მთელი ისტორია. მე როცა ვიყავი გერმანიაში, ხო. გავიცანი იქ მარიკა რეკ. იყო ეგეთი მოცეკვავე და მომღერალი და მსახიობი. დიახ. აი ეს მაუზერი გამოშვებული არის 1912 წელს. ხო, არა, ჯერა, არ გაიცნო. 12 წელს არის გამოშვებული, ხო? კი. აი გომაში დავჭა კიდე იმ ადოლფ ჰიტლერას ნაჩუქარი ტყვიები. დიახ. მე მაგას მოფერებით ვეძახოდი აჯიკ. აჰა. ადო რა. და აჯიკამ მაჩუკა ეს მაუზერი. ხო. ნახე რა მაუზერია. კარგად შეიძლება. ეს არის მოდელი M32. M32. ო, კარგად ჩანს. ეს დატა თუთაშკიას რო ეჭერა, ის ხო არ არის? რა თქვი? მეც აღარ ვიტყვი. всё. ძალიან კარგი. მე მგონი ზუსტად ის დრო არის, რომ აი პირველი ასე ვთქვათ მუსიკალური ტერორისტული აქტი უნდა მოახდინოთ. პიტერში. მაშინ წავიდა ტერორისტული აქტი ნომერ ზათა ვართ? ახლა უნდა. ბოდიში. ხინკალი მერე. ხინკალი მერე. Well, come on, baby, come on, shake it around. Well, come on, baby, come on, shake it around. Well, come on, baby, come on, shake it around. Well, come on, baby, come on, shake it around. Well, come on, baby, come on, shake it around. I said shake, rock and roll. 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 Well, come on, baby, come on, shake it around. But it's a one for the money, two for the show. Really get ready now, folk and go, but don't you step out, lose your shoe. But if you do anything, Mama lose the shoe. You can knock me down, smile at my face, sing my name all over the place. If you wanna take what you wanna do, oh, baby, I know my shoe, but don't you step on my blues and shoe. But if you do anything, oh, Mama lose the shoe, rockin'. Blue, blue, blue suede shoe. Blue, blue, blue suede shoe, baby. Blue, blue, blue suede shoe. Blue, blue, blue suede shoe. But you know what? Take my blue suede shoe. Well, down to Louisiana, close to New Orleans. Back in the woods, under every breeze. Shooting dogs can be better and some roots. Lily country fool, baby, Charlie be good. Never have a look, you even write so well. But you could play a guitar just like a ringing bell. Go, 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 Johnny, go, go. Go, Johnny, go, go. Go, Johnny, go, go. Go, Johnny, go, go. Johnny be good. Mr. Gary's guitar in the corner's sock. The sing that is the trees by the railroad track. Oh, he's sitting on the street in the shade. Trying to read when the driver's bad.
find out what to stop and say, oh, my little country boy, go, go. Go, Johnny, go, go. Go, Johnny, go, go. Go, Johnny, go, go. Go, Johnny, go, go. Johnny, go. Everybody in the whole says block was sent to the jailhouse rock. Number 47 century number 3. The cutest show that I ever did see. Shouldn't be delighted with the company. I'm on to the jailhouse rock with me, let's rock. Everybody, let's rock. Everybody in the whole says block was sent to the jailhouse rock. Should put it, oh, balloon, should put it. Should put it, oh, balloon, should put it. Should put it, oh, balloon. Wap, gotta kill. They thieves. She almost drives me crazy. Gotta kill. They thieves. She almost drives me crazy. She knows how she love me, yes indeed. If I thought she know what she did to me, should put it, oh, balloon. Should put it, should put it, oh, balloon. Put it, should put it, oh, balloon. Cheaty, won't you come and tell me? Cheaty, won't you come and tell me? Cheaty, won't you come and tell me? Speedy, where, shock. Speedy, where, walk. Speedy, where, shock. Speedy, where, walk. Well, speedy, not the way to talk. Dankeschön. Dankeschön, bitteschön. Dankeschön, მშობლიურ ენაზე რაღაც. რა თქმა უნდა, სხვანაირად არა, კარგი. მშობლიურ ენაზე. ეხლა თუ გამოაჩენს მეორე ენას, ძალიან კარგი იქნებოდა. მართლა? აბა, ხელი არსენალი საკერაში მე ცხოვრობ ძალიან ღარიბ რაიონში. აი, ზუსტად სიღარიბეზე დაძლევის პრობლემებზე ეხლა ჩვენ მოგვითხრობს სარეკლამო ბლოკი და მე ჩვენ განმოვაწყობ ზუსტად იმ უბნებზე საუბარს, რომელშიც ყველანი ჩვენ ცხოვრობთ. ეთერშია რეკლამა. ძალიან საინტერესო. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, ეთერშია სოლო და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს სტუმრად ჰყავს, რაკი მთელი ბრიტანეთი აღნიშნავს დღეს დაბადების დღეს, რომელსაც აღნიშნავს დედოფალი მესერშმიტები და ფონ ადოლფ რიკენბეკერები. რა თქმა უნდა, აქ ჯახარ ოგლიც მათ დაგდო ფუნდამენტალურად. სხვათა შორის აი უბნებზე საუბრობდით, რაღაც ისეთ განსაკუთრებულ ღარიბ უბანში ცხოვრობთ და ეს უბნიდან გამოსახცევად გჭირდებათ ეს მთელი არსენალი თუ იქ შესახცევად, აი ეს მაინტერესებს. ძალიან ღარიბი უბანი გვაქვს ჩვენ და ძალიან ბევრი ქურდობები და რაღაცა. ნუ მე მესმის ახლა მილიციას არ ძალიან. თანაც ახლა ხალხსაც ხო უნდა ჭამა რა მეკით აქეთ ქურდებს იქით აქეთ. ამიტომ ჩვენ ახლა დიდი კორპუსი შევაგროვეთ ფული. აფშაკი. და მე და ჩემი მეზობლები
ტურისტული პუტიოვკი წავედით ერაყში. ვინმე? რა ჩვენია? ჩემ მეგობართან ხუსიკასთან. ხუსიკა. ბოდიში ხუსეინთან. ხუსეინთან. ხუსიკა. ხუსეინთან. ხო. ეს ახლა მოღვაწეობს პარალელურ სამყაროში. ხუსიკა. კი, მე იქ ასტრალში. ხო. ხდებით ჩვენ ხო ასტრალში. ხარით, რა საინტერესო რა. ხო და ამ შეში ხდებით ხოლმე ასტრალში ან სადმე ერთი ორჯერ გაყოლილი ვარ, ერთად წავედით ხოლმე, მაგრამ არ მახსოვს რამდენი ხანი ვიფრინეთ ერაყამდე. ხო, აი ეს მე აღვლოდები ხოლმე, არ ვიღაცა ფოტოგრაფორი. ვიღაცა და მორე. ხელი გვალო უგა დაკაჩო. მოდი გიტარა რა გიტარდეთ ეს? წავედით ახლა ჩვენ. ხო. ახლა ხშირა გადავწყვიტეთ რომ ვიყიდოთ იარაღი. აჰა. თუ იასნია ხუსიკამ დაგვეხმარა. სერიოზულად? ხო და აბა ერთი გვაჩვენე რა. ვიყიდეთ ეს რა? ბევრი რაღაცეები. ხო. ეს არის სხვათაშორის ძალიან საინტერესო იარაღი. ალბომად გადმოვარდა. ეს არის აქეთ არ გინდა. ეს არის აქეთ არ გინდა. ცოტა საერთო საშიში ამბავი. ესე ვთქვა პროდუქტი, ნაჯვარი. დიახ. ჰიბრიდი. პიეტრო ბერეტასი და სმით ვესონის. პიეტრო ბერეტა. ბერეტა რაღაცა არა უშავს, პრობლემა არ არის. ხო. პრობლემა არ არის. ძიმია, მაგას 21 ტყვია აქვს სხვათაშორის და. ო ძალიან ხო იქით არ მივიშორე. ეს კიდე არის ლაზერული, ისე ვთქვათ. სამიზნე და თანაც გლუშიტელი. აჰა. აი ესე დგება. ჩუმად შეიძლება გააგორო პირდაპირ. როგორც აი ესე დგება. ეს მეზობლებისთვის შეიძინეთ თუ მეზობლებმა შეიძინეთ? მეზობლებმა შეიძინეს. აჰა. თავდაცვის. ესე ვთქვათ, თავდაცვისთვის, კი. ხო. ძალიან, ესე იგი, ნაჯვარი სმით ვესონის და პიეტრო ბერეტა. 9 მმ-იანი ეს არის. 12-ის მერე იყენებთ, იმიტომ რომ რა სიხრალი ხიდიდან პირდაპირ თევზებს რომ დავამიზნებ. ეს არის P658. ძალიან მაგარი 9 მმ-იანი ტყვია ვიდის მაგაში და მოკლედ ძალიან მაგარია. ცელაძა. და რა კი ხო გასაგებია ჯერა 9 მმ-ი და ესე იგი ღამღამობით იყენებ მეზობლები რომ ეს არის გააღვიძოთ მაშინ ეს არის ხო აუ ეს ძალიან მაგარი იარაღია სხვათაშორის აჰა 27 ტყვია თავისი ავტომატიური ფიქსატორით ხო ეს არის MP556 MP ეს ნიშნავს Maschinen Pistol. გერმანული იარაღია. მაშინელება. მოკლედ Maschinen Pistol. აქედან პირდაპირ სათმობიოთ ეს. დაამზელა თუ არა? ეს რა? ეს არის ამერიკული ვინტოვკა M6 მოდერნიზებული. ესე იგი, თავისი სამიზნით ხო, ეს მჭიდი მე მგონი ეს არის ჭიდი, ხო. მოკლედ, ოპტიკური და რო ასე ვთქვათ, თუ გინდა, მაშინ შემთხვევით აი ესე. ხო, გასაგებია. და ამას ფლობთ ვართ ვთქვათ, გროზნი იარაღია. დიახ. ჯაფაროგლუ თქვენ ამის ჯაყვა მე არ დამიკავებია. ეს არის ისრაელის გამოშვებული ძალიან მაგარი სუბუქი ავტომატი. ძალიან მაგარია სხვათაშორის. უზი ხო არ არის? ამას წვედი ამთავრდება. К86. К86. ხო. კი. შედარებით პატარა კალიბრი აქვს მაგას, მაგრამ საბაგიეროც 27 ტყვია. და პრაქტიკულად ხო. ბეზატკაზნია რა ესე ვთქვათ. ხო. მაგონებს საბჭოთა პეპეშას. პეპეშა, კი, იყო, ესეთი ლულა ქონდა პეპეშას, კი, მახსოვს. მახსოვს, მე ნამდვილად მახსოვს. მოკლედ, აი ამას გირჩევთ სხვათაშორის. ხო, ეს პირველ სტერეო ბლიჟნი ბოისთვის არის თუ დალნი ბოისთვის არის? ეს არის ყველანაირი ბოი. იქ რამე რო იყოს, იქ მეზობელი, რომელიც არ მოგწონს, შეიძლება მეზობლები თუ ვინმე პირველ სტერეოზე არ მოგწონს. სხვათაშორის გათხოვებ თუ გინდა. ლულა გეტყვი მე. ხო, არ ვიცი ეხლა, მე მგონი რა იცი რა ვინ მოდის, ვინ მიდის. ხო. სხვათაშორის ტანკის ყიდვა გვინდოდა ჩვენ ერაყში. მაგრამ ვიფიქრე ეხლა საბაჟოს ვერ გაცდები და ტანკით შემოსვლა ცოტა საქართველოში რა ვიცი რაღაც თან აჭარ უნდა გამოგევლო და იქ რას მოგონი ეს? აჰა.
აი ეს მაგონებს აი ბოლო ნაწილი მაგისი მაგონებს ადრე იყო იყიდებოდა ხოლმე ეგეთი რაღაცა ზოოპარკში ჩასასვლელთან ჩვენ ბავშვობაში ჩადიოდი 20 კაპიკი თუ რაღაცა მინდა რა და ეგეთი გრძელი რაღაცა იყო და შენ კრემი იყო კრემი იყო საზიზღარი ხო საზიზღარი რომელიც ბავშვებს წამლავს ახლა მე შეგიჩვენებ კრემი მოვიდა მაგას ეხლა ძელი ადნებოდა. ო, აუ, საშინელებდა რაღაცა. ეს იყო ტრუბოჩკა და კუთხეებში ქონდა ის კრემი, კი. მაგრამ ჩემი საყვარელი იარაღი მაინც ადიკას ნაჩუქარი. M32. ეს არის მაუზერი, ხო? მაუზერი. მაინც ეხა კვიცი გვარზე ხდისო, სისხლი ყივისო, მაინც ეს გერმანული ხო ეს. ადიკა, ჩვენ სხვათა შორის მამაჩემა დამარქვა ადოლფას, ისე ვთქვათ, საპატივცემულოდ. რა მითხარით, ხედავ, რა თქმა უნდა, ესეთ მაუზერს რო გაჩუქებდა, დაგარქმევდა კი არა, ნუ, ერთი არ მაიკარი მარიკა როეკის ნაჩუქარი. ვისი? მარიკა როეკ. იყო ეგეთი ადიკას ახლობელი რა. ჩემი ნაშა იყო სინამდვილეში. გასაგები. მაგრამ, ნუ ეხლა ადიკასთან სახულიც არის მაიკა. რაღაცა გაუშვი რა, რაღაც ამბავში და იგი რაღაცა მჭირდებოდა რა. ხო. იქ ეს. დიახ. ხო, ერთი Volkswagen-ი მაჩუქე მეთქე რაღაც. ხო, და როგორ მოხდა რომ დღესდღეობით რაღაც ლენ პროიზ არ უნდა რა Volkswagen-ში ინტერვიუში. არა. პირდაპირ შემოდივი. ეხლაც არ უნდა. არა, მარტო ის უნდა რა ქვია, ბენზინი. ჩასავდა მოდიოდა. გისმენთ ბატონო. გასაგებია, აი ეს უყოლაფერი ხა იარაღებთან ის ნათესაურ კავშირებთან, ნათესაური კავშირებით გავარკვიეთ. ეხლა მაინც რაღაც ისე მუსიკა მაინტერესებს. ეხლა ასეთი მესერშმიტები და რაღაც უკრავთ. რიკებეკერები და და რაღაც უკრავთ რაღაცა როკ-ენ-როლ. საიდან ეს როკ-ენ-როლი რა? აი Black Sabbath-ი რო გამოვიდა ეს აბა როგორ გამოვიდა და Black Sabbath? Black Sabbath. ესე შეიძლება. ესე შეიძლება. აი რა ვისწავლე რა, აი ესე პირდაპირ რაც მომივიდა. რა საინტერესოა. აბა სხვა დანარჩენი ჯგუფი, აი მაგალითად Led Zeppelin. რაღაცა დაუბრა კიდე ის რა მომწონს თანამედროვე მიმართულება აი ფონოგრამების. ხო, აი ჩვენ ვისაუბრებთ აი ფონოგრამაზე, აი ზუსტად იმის მერე ვის უკრავთ ახლა? Black Sabbath-ში? არა, ეს გიტარა, აი Glenn Hughes-ი უკრავს ფარფლებში აი გიტარაზე ზუსტად რა. მე მგონი არ ვსწავლე. ეს 74 წელში კი, ეს არის. 74 არა, 76 თუ არა ვსწავლე, 75. არა, 74-დან უკრავს რაღაცები რა. Glenn Hughes-ი. იყო ეგეთი რა. მე უფრო სიმღერა მე უფრო მომწონს. აბა მოდი დანარჩენებიც გავიხსენოთ ახლა აი მაგალითად. შემიძლია რაღაცები გავიხსენო, მაგრამ აი John Paul Jones-ი თუ გახსოვს. John Paul Jones-ი ახლა როგორ დააუკროვა? არა, ახლა ეგეთ. ეგეთი რაღაცები. დედაშენს ჰქონდა კაშმირის ისა. პალტო. კაშმირის პალტო და ამ სიმღერას რო უსმენდი, სულ მავიწყდებოდა რა ქვია ამ სიმღერას და დედაშენს დაურეკავდი. შენ შენი პალტო რასალისგან არის? კაშმირისგან. ბენსო გამახსენდა ლეძებლის საკეთ სიმღერა კაშმირი. დედაშენს ჰქონდა კაშმირის პალტო. ბოლოს სტრუნა ცოტა არის ისა რა თქმა უნდა. ცოტა ძალიან ძიმეა ბოლო აი ეს. აი ეს კარგია. ამ გიტარას აქვს ძალიან დიდი ისტორია. იმით ამ გიტარას კი ამ გიტარებს. აი ესე იგი არ ვიცი რა, აი ხო მეცადინეობს პაგანინი. აი თვითონ პოლი თუ გახსოვს როგორ უკრავდა მაგას. როგორ არ მახსოვს. მოდი თუ კიდე გავიხსენოთ. 1 2 3 4 არა, მე უფრო ის მომწონს აი ამაზე რასაც უკრავდა პოლი. He come on, also flip gun, go get a phone, I want only wrong I say, go I want, hey, down to his knee, got to be a joker, he just do what I please. შუშა არ
აბა სიტყვები არ ვიცი. ეს ჩვენი, უბნელი. სხვათაშორის მაგან არ დადო ფული. კი არა, ფული არ დადო. შუშანიკა ფული არ დადო. მაშინ არ ბებერი ვარ, მოუკრებიო და რა თქმა ის თავდაცვა არ მჭირდებაო. არ დადო ფული რა, ნახე. პირიქით თუ შემომივარდება ვინმე იქნება რამე ხეირი ვნახო. აი მისამღლისი იყო მაგას ეგა ნახამე რომ აი come together რა come together right now over me არა ხო სერიოზული ხარ პრინციპში კი ნამდვილად ჩვენერი გიტარა უჩუქებია პოულს ჯაფაროგლი აი ერთი რამე მაინტერესებს ახლა თქვენ პრინციპში ამ ბოლო პერიოდში ახლა სხვა განსხვავებული ჟანრის მუსიკას უკრავთ მაგრამ ეთყობა მაინც ის პერიოდი თქვენთვისაც აქტუალური იყო როცა იყო ჯგუფი Beatles ან Rolling Stones და მე ამ ქვეყანაზე ამ ცხოვრობდი შეგეკაცო არა აქტუალური როგორ ახლა ისეთი მუსიკა არ რომ მაგას მაგ პერიოდს ვერავინ ვერ დაემალა ვერცერაფერ იმიტომ რომ იმდენად ისეთი გახსნილი აღდიდა კარგი მუსიკა იყო აი კომპოზიციები რომ რა ათო ესეთი ისტორია რომ მე თუ გითხავთ ჩემი აზრით აბსოლუტურად ყველა უნდა იცოდეს ისევე როგორც სხვა ისეთი დანარჩენი უნდა იცოდეს უნდა იცოდეს მაგრამ უბედურებაა რომ ძალიან ბევრია უკვე არ იცი მაშინ აი დაახლოებით აი ის რითმები რომ გვაჩვენოთ ახლა ნუ აი ეს რამდენადაც შესაძლებელია პრინციპში იმ პერიოდში ძირითადად მაინც აი ესეთი ინსტრუმენტები არა, მარტივი იყო, მაგრამ ამ სიმარტივეში ძალიან დიდი სიტყვა ყოველს რაც უბრალოა ის ყოველთვის რთულია და ხანდაშორის აი ეს მარტივი რიტმია, ხო? შეხედავ ერთი შეხედვით, მაგრამ აბა ერთი დაუკარითო ხო, საკმაოდ ცოტა რთულია საკმაოდ. ხო, არა, დახვეწილი ჩამოყალიბებული რიტმია, რომელზედაც შემდეგ შეიქმნა უამრავი ბევრი რამე, როგორც რა თქმა უნდა. დავისწავე. აი მაგალითად ფარფლებში იქ არის ერთი ფარფლების ეგეთი კონცერტი არის Machine Head ეწოდება 72 წლის კონცერტი. აი ესეთი რიტმით იწყებენ იქ პირველ სიმღერას, რომელსაც ქვია How We Start. Absolutely. Harvey Star. არა ჩაოლებრივია. ეხლა აი ესე მიდიხარ მანქანით ჩართავ Harvey Stars და ერთი 210 კმ/სთ. გაგიჭირდება, იმიტომ რომ შეიძლება ასაბურავი დატო. გზაზე 13 გაქვს და მე Perlashes. იქ შემოხდება შუმახერი და ერთი ჩაგიქროლებს სერიოზულად 300-ით და კარგად ვდანდებოდეთ მე ესე იტყვის. ბატონო ადო ბატონო ადო. აი ახლა მე მაგას მინდა დაუბრუნდე რომ აი ახლა ეს უდარნიკი, ბარაბანი, მიკროფონი, გიტარა, შნური, ხო, აი ამდენი მთელი ჯავახანა რო წამოგებოთ ერთი მინი დისკი. მაგას არ ვიცი. მაგას არ ვიცი, ახლა რა ბედნიერები არიან ეს. ეს ამერიკაში თანამედროვე. ხო. ესე იგი, აზე ხარ შენ. არა, გიტარა შენ არ გჭირდება. საკმაოდ ძვირი ღირს. თან ძიმეა. შნური ხმაურობს უსილიტელი ფონია. საზისგარია ზემლე არა, ზემლე არა. გიტარა უსილიტელი ფონი, მიკროფონი ბზუის ფონი აქვს. თან ახლოს სიტყვები უნდა ისწავლო, სიტყვები. დაკვრა უნდა გაიჭირო, გინდა არ გინდა. ხელი ხივა, არტრიტი გაქვს, პოლიარტრიტი გაქვს, რევმატიზმი გაქვს, გინდა არ გინდა უნდა დაუკრა. ოსტრეოხონდროზია დაუშვათ. მინი დისკი გაქვს ჯიბეში. ამოიღეთ ხნარად. ჩადე. დააწექი, ჩარტე, დაშე შეშეგიძლია მიბრუნდე რა ესე. ზურგით, ვითომ სენიორ ობრას კნი რა. და თუ დაგავიწყდა სიტყვები, გინდა მერე მოტრიალდი, თუ არ გინდა სულ იმღერე ესე ზურგით რა. აი დედრო გაიგეთ რაც თავარია, შეშეგიძლია კიდე იმღერო სულ სხვა ხმით.
მე რა ბოროტი. ამ ჩაწეროს შენ იმდე რომ პირი და თავარი არის სინქრონი. ხო, დაამთხვია. აი ეს როცა მოტრიალები ისიც აღარ არის თავარი. ისიც აღარ არის თავარი. ბოლოს გავუშვებ? ბოლოს გავუშვებ. ესე იგი მე ხვალვე გავყიდი, აი შრალხიძე გავალ, გიტარებს უსმენდი. აღარ ყიდულობ, აღარ უნდა. აღარ უნდა, ვერაზე აღარ უნდა. აღარ აკიდება თუ. ლაშინ ერთი მეგობარი მყავს, მაგათ ბუხარი აქვს და დავწვავ იქ რა. აი, კარგი იქნება, მაგრამ ზამთარ დაელოდეთ მაინც ახლა ბუხარი. ცივი ხინკალი რო გველოდება, იმასაც აკრა შეწავს ზემოდან. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ხარ, ხო? ეხლა სხვათა შორის, ნუ არ გებათიჯებიან ესე კონცერტებზე, ფონოგრამა, იქ რო რაღაცა. სხვათა შორის, ჩემო ბერიკა, ენაცვალე ერთხელ შემომთავაზეს და პირდაპირ მითხრეს. მე სრული სერიოზულობით ვიძახი ახლა მაგას. პირდაპირ მითხრეს, აი შენო $200-იო, ჩაწერო მინი დისკიო და მოდი და იმღერეო. მე ვთქარი ხმა არა მაქვს, მეთქი გაცეებული ვარ, მეთქი აი ესეთი პასუხი გავეცე. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია რომ ვიდეო. კი ხო? მაგრამ დაკვირთ შემიძლია რა, ხანდახან. ხო, ნუ აი ახლა ნახავთ ახლა შევამოწმებთ. აბა კიდევ ერთი კომპოზიცია რა კი ახლა მოიტანეთ აი სულ არა ვარ ახლა დაკვრის ხასიათზე. გიდალის ვიწვალეთ ამ სიმძიმე რაღაცა მოგაწყე. თითი მტკივა. შენ აწმობილი გა გიტარა? არა. თითი მტკივა, დაკვირ არ მინდა, ხასიათზე არა. მოდი რა. ქვალისთვის გადავდოთ ეს გადაცემა. მე ხვალ ჩავწერ იმას. და მოვალ პირდაპირ. აი უჩას რომ იცემენ $200 და ის რო იმღერებ შენ მოიტანა. არა, ზაზას. ზაზას. ხო და. ხო, მესერშმით. ვერ მოასწრებს მაინც ხვალამდე ჩაწეროს, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვალება უნდა მაგის გაკეთებას. იქ სანამ ის ავა ხო იცის, რაღაცები რო დადეს ისინი ხმას რო ასწორებენ რა. ხო, მთელი ამბავი. დეტონაციები, ამბები და შუქები და რა. რამეს დაუკრავთ რა. რა კიდე და ბილი. Bridal of the air's the sky. You shall dance for tonight, and no mistake. Angry and brave, with the rush gave and reap inside. Night is ever the sea's gray, and no mistake. Sweet spring full of sweet days and roses, box where sweets compacted lie. My music shows you have your closest and no mistake. Only a sweet and a witch of soul, like a seasoned chamber never gives. What would your whole world don't you call that chief leaves? Sweetness it cools, it calms the bright. The bridal of the air's the sky. You shall die for tonight, and no mistake. Sweet spring full of sweet days and roses, box where sweets compacted lie. My music shows you, baby, have your closest, and thou must die.
ეთერშია სოლო ძვირფასო მეგობრებო და ეხლა ჩვენ გვაქვს პატარა სიუჟეტი მომზადებული სოლოში თაბეჭდილება და ჩემის რეჟისორი განახობს რა ტექნიკური მიზეზების გამო ნუ მომზადებული იყო ბიტლებზე მთელი სიუჟეტი მაგრამ რა ტექნიკურად ვერ ვაჩვენებთ ასე რომ აი მინიდისკმა რა გაიჭერა აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ აქტუალურია ასე რომ გქონდეთ ჯერ არ დაწვათ ეს ინსტრუმენტები ჩვენ მოგიყვებით მაშინ ერთ კურიოზს თუ გაინტერესებთ ბუხართან დაკავშირებით არა პოლ მაკარტნისთან დაკავშირებით გაინტერესებს ეს გიტარისტის ამბავი ზაზა მოგიყვებათ 94-ში ჩვენ როცა ტიძახის ხო კი მე მახსოვს ეს ამბავი მაშინ ჩვენ ესე ვთქვათ იქ სახურობდით მუშაობდით და ჩამოვიდა პოლ მაკარტნი ზაზა მოყევი რა კი ბატონო მოყევი მე კი არ მე მაგას ჰქონდა თავისი ორატორია ლივერპულის კათედრალში კი სერიოზული კონცერტი ჩაატარა რაღაც კათედრალია და იქ მოკლედ ჩვენ დახვატიჟეს დაგვირეკა იმან რა დახვატიჟეს უბნელი ბიჭები და არა უბნელი ბიჭებიც და თან კიდე პლუს როგორი ბიჭები რომლებიც ასრულებენ ბიტლზების სიმღერებს უბანი რა ერთად უბანი მეზობლები რაღაცები აკეთებენ მაგრამ მენეჯერმა მოგვიტანა სერიოზულად რო ვთქვათ მენეჯერმა მოგვიტანა აჰა პოლ მაკარტნის მენეჯერმა მოგვიტანა ბილეთები რომლითაც ჩვენ უნდა მისულიყავით მაგის კონცერტზე ეს არის ნამდვილი ამბავი ოღონდ ერთი პირობით რომ კონცერტის მერე ჩვენ უნდა დაგვეკვრა პოლ მაკარტნის სტუმრებისთვის ლაიზა მინელი, რეი ჩარლზი, ფონ კაროიანი, მთელი აი კაც რო არის, კაც, ხო იცით ეს თეატრი და ეს კაცის სასტავი, ყველაფერი იქ იყო და რაღაც და ვერ მოვახერხეთ შენ წარმოიდგინე. ეს არის ზუსტად კურიოზი იმის ამბავი რომ ჩვენ პოლ მაკარტნის კონცერტზე ვერ მივედით. მიუხედავად იმისა რომ ბილეთები ყველაფერი შეკვეთილი იყო. ვერ მივედით იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ბილმინგემში კონცერტი რომელშიც უნდა ჩავსულიყავით აუცილებლად და ჩაგვეტარებინა. ეს არ არის დაუშვათ რომ აი ადგე თბილისიდან გორში არ ჩახვიდე იმიტომ რომ დაუშვათ შენ თბილისში ჩამოვიდა შენთან თბილისში ბიძა დაუშვათ სიტყვაზე რა გასაგებია მაგრამ ხო შეიძლება ჩვენ რო არ წავსულიყავით ბირმინგემში და კონცერტი არ ჩაგვეტარებინა მაშინ გადაგვეხადა ფული მაგაში 6000 ფუნტი ხო ხო რომელიც თქვენ არ გქონდა და რა თქმა უნდა რომ გქონოდა მაინც არ გადაიხდით თავისთავად უზარმაზარი თანხაა თან ბირმინგემში ჩვენი მეგობერია ეს ჯიმი ვინც არის კლუბის დირექტორი უბრალოდ მენეჯერი ჩვენი მეგობარი მაგას ვერ უღალატებდით რა დომინოესთან ერთად თამაშობდა და ასე შემდეგ პატარა კი ლუდი და ყველაფერი ისე თუ შეხვედრი ხართ პოლს ან დანარჩენს პოლ მაკარტნის არ შეხვედრივად და ჯორჯ ჰარისონს არ შეხვედრივად ჯონ ლენონი მაშინ გვდარე იყო საწყალი არც რინგო სტარს ოღონდ შეხვდით პიტ ბესს პირველ ბარაბაში ტონი შერინას შეხვდით პიტ ბესთან სახლში ვიყავით ერთად მიპატიჟებული არა მარტო ჩვენ იქ ფესტივალის ყველა ბიტლზს ვინც ასრულებდა აბსოლუტურად სულ პიტ ბესს ესე იგი შეხვდით ტონი შერინას შეხვდით ჯონ ლენონის ბიძას ვიცნობ ჩარლზ ლენონს მამის მას კი და ეგ მეზობლებს ვიცნობთ უბრალოდ რა აი მაგათი აი დავუშვათ რინგო სტარი სადაც ცხოვრობდა მაგის უბანში ჩვენ ცხოვრობდით შევდიოდით ტოქსტეთზე პაპში შევდიოდით პივის დასალევად უბრალოდ ლუდის უკაცრავად ლუდის დასალევად პაპში რო შევდიოდით პაპში გვეუბნებოდნენ რომ რინგო სტარი არ ცხოვრობდაო ჩოკვლებრივი ამბავი იყო მოკლედ ყველა და ყველაფერი გაიცანეთ ძალიან კარგი ვასოძია დავარქვით იმ ბარმენს რო შევდიოდით ხომ ვასოძია გამარჯობა უკვე იცოდა რა უნდა დაესხა ძია ვასო ხო რა უნდა დაესხა რა უნდა დაესხა ყველა პური გამოეგზავნა და ასე შემდეგ რა ეს დააშოვსტა ბუტერბროდები იყო უფასოდ იქა სანამ ეგენი შემოიჭრნენ როცა ეგენი დაიწყეს შმაიზერები მაიზერები როცა დაიწყეს იქ მე სიარული всё ეს უკვე ეს ეხლა ადამიანი ხალხი გონება მართლა მე შემოვიჭერე არა ეს ჩემზე იმიტომ კი არის სახეს რომ მართლა მე ვიღაცები ჩამოვიდნენ იქ და წარწერები გააკეთეს პანჯერაზე რაღაც სისულელეები ნუ მაგაზე არ ლაპარაკი რა საინტერესოა რა ხო ნუ საინტერესო ის არის რომ ბევრი ხალხი ჩამოდის რომელიც აფუჭებს ამინს უბრალოდ ამინს ცulis ვიცით როგორც იცვლება ჩვენთან და რა თქმა უნდა ჩვენ გვიწევს ახლა იმ პერიოდში ეპოქაში ცხოვრება ნუ დღევანდელ დღეს გულისხმობ სადაც ნუ სიტყვაზე როკ-ენ-როლი ან ბლუზი ან კანტრი ან ელემენტარულად ჯაზის ნუ სხვადასხვა მიმართულებები საბედნიეროდ არსებობს მთელი არმია ხალხი ვისაც ეს ყველაფერი მოწონს და დღემდე აქტუალურია მაგრამ ასე ვთქვათ ახალგაზრდა თაობამ ეს ნაკლებად იცის იმიტომ რომ
აი ჩვენ პერიოდში იყო ძალიან დიდი დეფიციტი, ხო ეს ოფიციალურად არ შემოდიოდა, ასე ვთქვათ, ქვეყანაში და ჩვენ რაღაცა სხვადასხვა გზებით აი ამას პოულობდით, შოულობდით და ეს მასალა არსებობდა. აი დღეს ხო საკვირველია. აბსოლუტურად ყველაფერი ღია. ეგრე რადიო თუ გასოს ამერიკა. დიახ. ვეფირო იყო, რადიო ვეფი. როგორ არა? გადართავდა სხვადასხვა მე არ მოწოდა ეს მუსიკა. უკევერზე მონტე კარლო და რაღაცას სხვადასხვა მოსკოვში გაიხსნა ესეთი რადიოსადგური მონტე კარლო. მონტე კარლო ქვია. ატრიალებენ ძველ კარგ მუსიკას. ეხლა ნუ ხო არა ჩვენი FM-ი რა პერედაჩიკი ქონდა, მაგრამ პრადიო პრიორიტეტი ვები და პერედაჩიკი როგორი ქონდა მორზე ხო იცი? იქიდან და გებელსიდან ბატონების მე არადროს არ მომწონს ბიტლსები, როლინგ სტონები. აი მაიკლ ჯექსონი და მადონა. რატო მაიკლ ჯექსონს რაც უწყვე? აი რას უწყვენებ ვერ გავიგე. სიმპათიური ბიჭია რა. მომწონს რა კი? აბა ამას. შმაინსერული ვარ გააკეთო არ შეგიძლია რა. მაგარია მაიკლ ჯექსონი, ნუ მადონაზე ვაფშე ლაპარაკი არა. ხო. და ის ლენონები და ასე შემდეგ ეს მაინც რა თუ ძმახარ. გიტარა უჭირავს, დაკვრა არ იცის, სიმღერა არ იცის, იჩინთება, აშლილი გიტარა აქვს. ხმებში მღერიან რაღაცას თვითონ არის. ერთი მაგისი რაიმე ცუდი სიმღერა შევასრულოთ ერთი, აი გავუხეთხოთ გული ხალხს. ვისი გასა, ლენონი? მე რატო ვიყურებ? მე არა ვარ შმაისერი. უბრალოდ მე ვარ შმაისერი, შენ ახარ ის რა ქვია. Is there anybody going to listen to my story? All about the girls who came to stay. She's the kind of girl you want so much it's make you sorry. Still you don't regret a single day. Girl, girl, girl. When I think of all the time I tried so hard to leave her, she will turn to me and start to cry. And she's promising yes to me and I believe her. After all the time I don't know what. აბა ეს რა სიმღერა? აი მაიკლ ჯექსონი. შენ დაწერე ეს სიმღერა? მე მეგონა შენ დაწერე. ჯონ ეს ვინსტონის ის რა ქვია ის სიგარეტის ის ჯონ ვინსტონ ლენონი. სიგარეტის სახელი რო დაარქვეს მეორე რა არის ვერ გავიგე. დაარქვა ჯონ პოლ რაღაცა. ჯონ პოლ რაღაცა. ჯონ ვინსტონ რა არის ვინსტონ რა ვის აშაყირებ ეხლა ბიჭო არა ხო? ჯონ ვინსტონი. კემელი არ ჯობია ჯონ კემელ ლენონ. მაშინ კემაინც ის რა ქსირაკლემა არა? რა ქვია მაგას არა ესა. აკლები მაინც ეხლა. ვინსტონ რა არის? ჯონ სიგარეტი ლენონი. აბა როგორ აღღერს ეხლა ქართულად? და კემაინც დაარქვი ჯონ აკლემ ლენონ. ლეონარდო მომწონს მაგის სიმღერები. მაიკლ ჯექსონი მადონას სიმღერა უბრალოდ სიტყვები დამავიწყდა, თორე ძალიან დიდი რატო იქ ხო აქ სიმღერა ეგეთი Virgin თუ რა ქვია? Black Virgin. მოკლავმე. ერთი Lucky Virgin არის მაშინ. მოკლავმე შე ვის აშაყირო მადონას ბიჭო. აი ესე არ მეცაღებია. ეს ბოლო და უკანასკნელი იყო დიდი ბოდიში ბატონო აბოიმა წაიღე რა? აბოიმა წაიღე, თორე მე მაგას მოვკლავ, წაიღე აბოიმა რა. აი ესე ერთი წესიერი კაცი ყავს აქ ჯაფარო. არა მე თუ არ ვარ დახოცავდი. ხო და მაგრამ ერთი ჯაყვა მაინც სამოგიღოთ. არ გინდა. ეს საჭირო. მაგრამ პრინციპში ესეც იარაღი არ არის, რამე რო იყოს. რამე რო შეიძლება ჩადდეს. ხო. რამე ომი რო დაიწყოს პიტამი შიგნით შეძმები და დამალული ხარ. მაშინ რაიმე ერთი კომპოზიცია ოღონდ თავიდან ბოლომდე. ისე მართალია ვერ იტანთ ვიცი ახლა როკ-ენ-როლს, მაგრამ მაინც ეს ბოლომდე. ჩვენი თუ ვიღაც თქვენი იყოს რამე ისეთ გემრიელი ხინკალს რომ მოუხდება. ეს სიმღერა ეძღვნება ჯგუფს სახელით Coldplay. და მიშა პოპყაძეს. და გარი ავეტისოს. და ვალერი კოჩაროვს.
I see the smile on your face, baby. I've got the thing, you know, baby. It's the last break. We have a trip to our place, my baby. It's good, baby. If you got some cheese, I'm a friend. You get some light and shade. I'm a friend. You get some light and shade. I'm a friend, baby. You get some light, baby, and shade. I'm a friend, baby. You get some light and shade. Joy to pleasure of the music. Let your mind, baby, it's cookery. Try to find, baby, try. It's not so far for you. Stick it in your soul. 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 Seek 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 it in your soul, baby. Seek it in your soul. Seek it in your soul. Seek it in your soul, I'm a friend. Get some light and shade. I'm a friend. Get some light and shade. I'm a friend, I'm a friend, my friend, my friend, my friend. Get some light and shade. I'm a friend, baby, 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 baby. Get some light, baby, and shade. Bitte schön. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატება გისურვოთ შოუ ბიზნესშიც, ასე ვთქვათ, კიდე სოფლის ბიზნესში. ეხლა ჩვენ ბიზნესშიც просто გვისურვე რა, ბაზრობაზე ერთი ტოჩკა გვაქვს აღებული ჩვენ. იმას ხვიდით. სამშენებლო მაშინ უნიტაზებს ხვიდით, სანტექნიკას რამე, კაფელი, მაგრამ უმეტესობა ჩვენი პროფილი არის ისა. უნიტაზები, მუსარაpravodები, პისუარები, ყველაფერი. ბიაზი. ხო. ყველაზე საჭირო პროდუქტია. პარკეტი. თქვენ ჩაგითრიეს ამ ბიზნესს. რაზეა ლაპარაკი, ჩავითრიეს? მუსიკა არა ეხლა. მუსიკა, რის მუსიკა, ვის რა თუნდა შენი მუსიკა? ანუ ჯერ პარკეტი, ბუხარი და მე უნიტაზი, მე მუსიკა. ძალიან კარგი. მაშინ ჯერ პარკეტზე შემწვარი. აი, სხვა დროს თუ დაგპატიჟებ, საჩუქრად უნიტაზ მოგი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა და ერთი პატარა სასაფნეთ გვინდა ისე. სასაფნე. სარკე. ისახოთის დასაკვირველი. ბორშიც აქვს. ანუ ყველაფერი. მაიცა, გინდა გაგვაკონტრო. უნიტაზი, სარკე, პირსახოთი. ძალადები გამოდის. ისა, აბა. კარგი, პირსახოთი არ გვინდა, მაგ. ძალიან აი არის ბაჭრობა რა. კიდე პარკეტი დააგია, ხა. თქვა თიანგარიშა რა და ჩაფუყარა. აჰა, ვარდი. აი შენ მიკროფონი Shure SD 565.
საიდან იცი? დავარა ვედია. მე მგონა პირველად ხედავ. ექსპერტიზაში მუშაობდი. Дурачка такое, выстреляю по талёку. Русский მასწავლის. თავარი ტავარავედი. Кome ხო მამაძავა. საიდან Литературный факультет скончался в Москве. რო გითხრა ვერ ავხედავო თვალებში, თურმე როგორ ხედავს ეგრე შეხედა თვალები. არ მოგიდგენია. ვარამესაც ხედავ. მეც პირველად ხედავ. და პიცაში ისე რა არის მე რატომ იკეთია სათვალე? ხანდახან ისე ძალიან სენტიმენტალური ვარ რა. ხანდახან მეტირება ხოლმე რა. და ცერემლებს ასე ვთქვათ ფარა. კი. სანტიმენტებს ესე ვთქვათ უმალავ. თქვენ რას მალავთ ერთმანეთს? მე რას მალავ? ხო. მე რას მალავ? არა თქვა. აი დინამიკის უკან თებში მაქვს ხინკლიც და იმას მალავ რა, ერთი სული მაქვს რომ მალე მორჩეს ყველაფერი. და მალავს იმას რა ქვია. მესერშმიტის პულიმებს. ორი რაღა დავმალო, ამ ხელა პული მიოდე მიჭირავს ხელში, მეტი რაღა დავმალო. ნახე რამოდენაა. შენ ახლა მესერშმიტს არ მალავ. წავკიში. შენ თვითვრინავს. იცი რა არის? ბენზინი გაუთავდა. და შუა იმაში. ხო და აი სანამ ჩვენ კიდევ გვაქვს ბენზინი კიდევ ერთი კომპოზიცია დავცხოთ და ამით დავიმშვიდობოთ ჩვენს ასე ვთქვათ. ესე იგი რაღაცა უნდა მოვიგონოთ ესეთი. სერიოზული. თქვენ სანამ მოიგონებთ, მე დავიმშვიდობები ტელემაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობს. წარმატებას გისურვებთ მომავალ შეხვედრაზე. Show me how to boogie, show me how to dance, come on, come on.